მოვამზადოთ კუბდარი. დაგვჭირდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი, მარილი, შაქარი, საფუარი. ვამატებთ ცხელ წყალს და ვზელთ არც რბილ და არც ძალიან მაგარ ცომს. ბოლოს ზეთით ჩაზელთ და დაასვენებთ. დავკეპოთ ხორცი, მე გამოვიყენე ღორის ხორცი, თქვენ შეგიძლიათ შეურიოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი, 3-4 კბილი ნიორი და დავიწყოთ შეზავება. ჭირდება სუნელები, ქინძი, უცხო სუნელი, სვანური მარილი, კამა, ხორცის სუნელი, დაღერღილი წიწაკა და ასევე გიცრული, რომელიც არ მქონდა და შევცვალეთ ძირათი. მარილს თქვენი გემოვნებით დაამატებთ. დავიწყოთ გამოცხობა, ხინკალივით მოვახვევთ, გადავაბრუნებთ და დავასვენებთ 3-4 წუთი. საკმაოდ ბევრი ცომი იყო, ამიტომ მოგრჩა და მოვამზადეთ ხაჭაპურიც. ხაჭო და ჭყინტი ყველისგან გამოდის უგემრიელესი ხაჭაპური. ეხლა კი ნახოთ, როგორი კუბდარი გამოგვივიდა. ფიქრობ, ხაჭაპურიც არანაკლებია კუბდარზე. ახლა კი დატკბით კადრებით.